5 თვეზე მეტი გავიდა ხო პრაქტიკულად რაც ნიკაც მისი უფლებადამცველებიც ჩვენც ვითხოვდით ფორმალური საფუძველი მაინც გითხარით რატო გაიტაცეთ ნიკა მელიაო და ამდენი ხნის განმავლობაში დუმდა რეჟიმის შესაბამისი წარმომადგენლები დღეს ჩაინიშნა ეს ხდომა სადაც გვიყვებიან რომ თურმე 3 ადამიანი მონაწილეობდა მხოლოდ მისი გატაცების სპეცოპერაციაში ნიკა მელიას მათთვის შეურაცხყოფა მიუყენებია და ასე შემდეგ 3 ადამიანი მხოლოდ ნიკა მელიას ძღოლთან იდგა რომ ნიკა მელიას დაკავებისთვის ხელი არ შეეშალა თუ გატაცებისთვის ხელი არ შეეშალა თავად ნიკა ძღოლი კიდე სხვა ადამიანები იყვნენ 2 ავტომობილით გადაადგილდებოდა იმ დროს ნიკა მელია და მისი თანხმლები პირები მოკლედ ამიტომ რაღაცა წარმოუდგენელ აბსურდთან გვაქვს საქმე რეჟიმი მე მახსოვს ამ დაკავების დროს გაცილებით ბევრი პოლიციელზე იყო საუბარი მელიაც ხომაზე ამბობდა რომ ათეულობით პოლიციელი შესაძლოა 100-ზე მეტი წარმომადგენელი იყო რეჟიმისა რომლებსაც მოახერხეს არა დაკავება ნიკა მელიას არამედ გატაცება რეალურად ის მეორე დღეს უნდა მოსულიყო სასამართლოში მიდიოდა თქვენს კოლეგებთან ჟურნალისტებთან სასაუბროდ და მოუწყვეს მას ჩასაფრება და ასე მოხდა მისი გატაცება სწორედ ამ რაღაცა უხეში ფორმით ყოველგვარი ფორმალური ნორმების დარღვევით მისი გატაცების გამოც არის ნიკა მელია დღეს სასამართლოს ხდომაზე მოსული, იმიტომ რომ ამაზე უფრო მეტი არ ვიცი კიდე რა უნდა მოხდეს რეჟიმმა ყველაზე ნათლად აჩვენა რომ აი რაღაც ფურცელი შედგენაც კი არის სურვეს თუ არ ჩათვალეს საჭიროდ 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ისე ყავდათ ნიკა მელია გატაცებული და ამის მიზეზებზე ისინი არ საუბრობდნენ. დანარჩენი ხო არ ვიცი, ცხოვრობთ ამ რეჟიმში, სადაც ცხოვრობთ, სადაც ყავს მატყუარა წარმომადგენლები რეჟიმისა, რომლებიც იტყვებიან მათ შორის სასამართლოს ხდომაზე, ყავს მოსამართლეები ალბათ, რომელიც წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებენ დღესაც და ასე შემდეგ. ეს არის კლასიკური და დღევანდელი ხდომა არის მხოლოდ ერთი ნაწილი პროცესისა, რომელსაც თქვენ აღიქვამთ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას ნიკა მელიას მათ შორის ახალი საქმის მიხედვით ედავებიან საბოტაჟს, რომლითაც მას ემუქრება ასევე პატიმრობის წლების გახანგრძლივება. ჩვენ არ ვიცით როგორ შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს, არის თუ არა საბოლოოდ მიზანი, თუმცა თქვენ რა მიზანს ხედავთ აი ამ პოლიტიკის შედეგად. ნიკა მელიას ამ თვეების განმავლობაში ნიკა მელიას ამ თვეების განმავლობაში მოახერხეს და მეოთხე საქმეზე მიმდინარეობს ახლა ხო მასთან სასამართლო ჯერ იყო რაცა წულკიანის ეგრეთ წოდებული კომისია და ის შესაბამისი უკანონო გირაოს ნაწილი, მერე იყო მოსამართლეზე შეურაცხყოფის ნაწილი, მერე იყო მისი გატაცების ნაწილი, ეხლა კიდე ახალი ბრალი წარუდგინეს მას სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად და რა ვიცი კიდე რაღაცა 1000 საშინელებას ედავებიან და ასე შემდეგ. ანუ კლასიკური მაგალითი როგორ ექცევა რეჟიმი იმ ადამიანებს, ვინც მას უქმნის დისკომფორტს, ხო? ნიკა განსაკუთრებულად ასევე სხვა პოლიტიკური ლიდერები საშიშნი არიან თავისუფლებაზე ბიძინა ივანიშვილისთვის როგორც ჩანს, ამიტომაც გადაწყვიტა მან რომ რაღაცა ბევრი საქმე აღძრას მათ წინააღმდეგ, რათა ისინი დიდი ხნით ყავდეს გამოკეტილი ციხეში ან ყოველთვის რაღაცა კონდეს დაძაბულობის ის მასშტაბი რომ ნებისმიერ წამს შეეძლოს ნებისმიერის დაპატიმრება და ნიკა რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა გამომდინარე მისი თვისებებიდან ყველამ კარგად ვიცით რომ ეხა ქუჩის საპროტესტო აქციები არის მთავარი რითაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რეჟიმს ამაზე შეთანხმებულია ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მაშინ როცა არჩევნები გაუქმებულია როცა რაღაცა დიქტატურას ამყარებს ივანიშვილი ამ ქვეყანაში ქუჩის საპროტესტო აქციებია დარჩენილი ქართველი ხალხის ხელში მთავარი იარაღად რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და აქ ნიკა მელიას როლი რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი ამას ყველა ხვდება რეჟიმიც ამიტომაც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ როცა ამ რაღაცა რამოდენიმე თვის განმავლობაში მელიას მეოთხე რაღაცა საქმეზე უწევს წესით სასამართლოში მოსვლა ის. სხვათა შორის ერთ-ერთია დაკავებულ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ყველაზე ნაკლებად აქტიურობს ციხიდან წერილების გამოქვეყნებით თუ პოსტებით სოციალურ ქსელში. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, როგორ კი ბატონო თქვენ ამბობთ რომ ქუჩის პროტესტი აქ არის ერთადერთი გზა, თუმცა რა კრიტიკასაც იღებს ხელისუფლება, რა დარტყმას თუ წნეხს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან, ის კიდევ უფრო მეტად ბრუტალური ან რეპრესიული ხდება და მისი გადაწყვეტილებები ამას აჩვენებს, მაშინ როცა მაგალითად რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ შესაძლოა ოპოზიციონერმა ლიდერებმა დატოვონ დეკემბერში საპატიმროები, მალევე არის ჩანიშნული წინასასამართლოს ხდომები აი ამ ახალი საქმის მიხედვით და შესაბამისად ხელისუფლებაც არ აპირებს, არ ეტყობა რომ რაიმე დათმობაზე შეიძლება ის წავიდეს. გამოსავალი რა შეიძლება იყოს?
რეჟიმი და არახელისუფლება ჩემი აზრით ცდილობს იმას რომ საზოგადოებას უთხრას რომ ცვლილებების დამშვები ის არ არის ის თითქოს არავლენს სისუსტეს და კიდევ უფრო მეტ ბრუტალურ რაღაცა საქმეებზე გადადის ხო მცდელობებზე იმისა რომ უიმედობა და ნიჰილიზმი ამ ქვეყანაში კიდევ უფრო მაღალი ხარისხის იყოს და ხალხი სახლში იყოს და ქუჩაში არ გამოვიდეს არ გააპროტესტოს არაფერი რადგან ჩათვალოს რომ თითქოს არაფერს აზრი არ აქვს ამიტომ გადავიდა ის ჩემი აზრით თავისი რეპრესიების ბოლო ფაზაში ამის იქეთ ივანიშვილის არაფერი ხელისუფლების პოლიტიკის გამოა ეს ნიჰილიზმი თუ ნაკლები мотиваცია რაც შეიძლება ჰქონდეს ადამიანებს თქვენ დაჟინებით იმეორებთ ხელისუფლებას მე მას რეჟიმს დაუძახებ ასევე დაჟინებით რაც შეეხება ნიჰილიზმს ხო როცა ამდენი ხის განმავლობაში ბრძოლა მიმდინარეობს და ხელშესახების შედეგი ასე თითქოს ერთ შეხედვით თავარი შედეგი რომელიც რეჟიმის ჩამოშორებას ძალაუფლებიდან ითვალისწინებს ბოლომდე არ არის მიღწეული ბუნებრივია რომ ამას შესაძლოა საზოგადოებაში მოხვდეს ნიჰილიზმი კი და სხვა დამატებით ფაქტორებიც ამას ხელს უწყობს მაგრამ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ბევრი ვისაუბროთ იმაზე რა შედეგები მიიღწა ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ხო როცა პოლიტიკური ლიდერები მან ციხეში გამოკეტა მხოლოდ იმისთვის ნიკამელია და ყველა სხვა დანარჩენი რომ არ აღიარეს რეჟიმი ხელისუფლად იმისთვის რომ არის თანამშრომლეს მასთან იმისთვის რომ გააგრძელეს ბრძოლა იმიტომ რომ არალეგიტიმურები არიან ამის შედეგია ის რომ ხელს არავინ ართმევს ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს და თქვენ თუ მართლა გონიათ რომ ან თქვენს მაყურებელში ვინმეს რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია ივანიშვილისთვის მინდა დაგარწმუნოთ რომ ცდებით ეს არ არის მისთვის ჩვეულებრივი ამბავი კობახიძის 7 წამიანი შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან როგორ იქნა მერე განხილული პროპაგანდისტული არხების მერე პროპაგანდისტულ არხებზე დიდ გამარჯვებად და ასე შემდეგ მოკლედ ბევრი ამბავი შეგვიძლია მოვიყვანოთ იმის საილუსტრაციოდ როგორც ცდილობს რეჟიმი ლეგიტიმაციის მიღებას მაგრამ ის ამას ვერ ახერხებს პოლიტიკური ლიდერების და პირველ რიგში ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად ეს აწუხებს ჩვეულებრივი ამბავი რა თქმა უნდა არ არის უკვე ღიად ამბობენ რომ ან გვაღიარებთ ან განიდევნებით ან იქნებით მთავარი სამიზნე სამომავლო და ყველა მიმართულებით ეს კანონები იქნება დაჭერები გადაწყვეტილებებით ამას იტყვის რეჟიმი მაგრამ აი როცა მთელი ამ 1 წლის განმავლობაში შედეგებზე პროტესტი საუბრობს და ეს შედეგები რა თქმა უნდა არის და თავიდანვეც ცხადი იყო ამ 1 წლის განმავლობაში ასევე არის საჭირო თუ არა კიდევ უფრო მეტად გადააზრება შეცდომების რომელიც შეიძლება დაუშვა პროტესტმა ამ 1 წლის განმავლობაში და პროტესტში გულისხმობ მათ შორის პოლიტიკოსებსაც კი მე ამ ნაწილში რომ უფრო მეტი არის გასაკეთებელი რა თქმა უნდა გეთანხმებით მე ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს ამისთვის მე მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რაღაცა თანხმობა და შეთანხმება ყველა იმ ძირითადი მოთამაშეზე ეს იქნება პოლიტიკური პარტიების სამოქალაქო ჯგუფები თუ აქტიური ადამიანები რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან რა სტრატეგიით უაგრძელებთ ჩვენ ბრძოლას რა თქმა უნდა ქუჩის საპროტესტო აქციებს ჩემი აზრით უნდა ქონდეს ძალიან დიდი მნიშვნელობა მრავალფეროვან აქციებს მათ შორის რუსთაველზეც რუსთაველის მიღმას დედაქალაქში და გეოგრაფიულად მთელი ქვეყნის მასშტაბითაც არის უფრო მეტად გასაშლელი ასევე მნიშვნელოვანია კოორდინირებული თანამშრომლობა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და კოორდინაცია პირველ რიგში ქვეყნის შიგნით ყველა ძირითადი აქტორისა ასევე მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და საბოლოო ჯამში მე მიმაჩნია რომ დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი რაღაც ტიპის პლატფორმა ამ ქვეყანაში ძალიან მალე უნდა იყოს რომელიც ერთიანი ძალით შეუტევს ივანიშვილის რეჟიმს. ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ დაგვჭირ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილი ეხლა თავისი გადასახედიდან ცხოვრობს გასული საუკუნის 30-იან წლებში. მან გამოიყენა მის ხელთ არსებული რეპრესიების ყველა ფორმა. უბრალოდ მას არ აქვს შესაძლებლობა ადამიანები კედელთან მიაყენოს და დახვრიტოს, როგორც ამას 1937-38 წლებში აკეთებდა ანალოგიური ტიპის რუსული რეჟიმი. და ამას ვერ აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დროში ვცხოვრობთ და არა იმიტომ, რომ სხვა მორალი აქვს ეხლა ივანიშვილსა თუ რეჟიმის სხვა წარმომადგენლებს, ვიდრე გასული საუკუნის 30-იან წლებში ქონდა მაშინდელი რუსული რეჟიმის ქართველ წარმომადგენლებს, ხო? ამიტომ ეს ამას ვერ შეძლებს. ყველა ცოცხალ ადამიანს ვიც მის წინააღმდეგ იბრძვის, ვერ დახვრიტავს და ვერ გადაასახლებს და შესაბამისად აუცილებლად იქნება გამარჯვება ქართველი ხალხის მხარეს. და იქნება კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ ეხლა როგორც არასდროს ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლის რაღაცა მთავარი შედეგი ერთი ხელის გაწვდენაზეა. ჩვენს ბუნებრივ ადგილას, ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასაკავებლად ვართ ერთი ხელის გაწვდენაზე. ეს რაღაც აჩემება კი არ არის ჩვენი. ეს არის ძალიან პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქ არის გრძელვადიანი პერსპექტივით, კეთილდღეობი და უსაფრთხო ცხოვრება. ნორმალური ცხოვრება ამ ქვეყანაში თუ გვინდა ჩვენ შვილებთან ერთად, მშობლებთან ერთად და შვილიშვილებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება ცივილიზებულ ოჯახში ყოფნა. ამას გვიშლის ივანიშვილი და როგორ შეიძლება გავჩერდეთ
რაღაცა ხელები ჩამოყაროთ, უიმედობასა და ნიხილებში გადავარდეთ, მესმის რომ რაღაც ტიპის წარუმატებლობამ კონკრეტულ დღეს შეიძლება აქამდე მიგვიყვანოს, მაგრამ ჯერ არა ყველა ამას კარგად ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლა აუცილებლად არის გასაგრძელებელი. და საბოლოო ჯამში გრძელვადიან ბრძოლაში თუ საშუალებაა პრინციპში იმიტომ გიჩნდება ამას მე მჯერა რომ ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება შეიძლება ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკა ნაკლებ სივრცეს ტოვებდეს სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროთ სივრცეს კი არა რესურს არ უტოვებდეს პოლიტიკური ლიდერები დაკავებულები არიან და ხელისუფლების პარტიები უქმდება და ასე შემდეგ უნდა პასუხისმგებლობა არის მთლიანად ამ პროცესების გამო უბრალოდ შეცდომებზე იმიტომ ვკითხეთ რომ ბუნებრივია პროტესტი გრძელდება და პროტესტი არსებობს მათ შორის ეს გამოიხატება რუსთაველის გამზირზეც და რა თქმა უნდა ადამიანები არიან ვინც შეიძლება რუსთაველზე არ გადიან მაგრამ მათი პროტესტი არსად წასულა ესეც მოგვისმენია უბრალოდ პროტესტი გრძელდება მაგრამ წინ ვერ მიდის ამაზე მაქვს კითხვა წინ რომ წავიდეს რა არის საჭირო და ბუნებრივია პრობლემის აღიარებასაც მისი მიზეზების გაანალიზებასაც აქვს თავისი მნიშვნელობა ამ პროცესში გეთახმებით კი გავიგე მოკლედ არის თუ არა მნიშვნელოვანი უკეთ კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებს ყველა პროდასოლო პოლიტიკურ პარტიას სამოქალაქო აქტივისტებსა და აქტორებს შორის რა თქმა უნდა არის გვაქვს თუ არა ეს ეხლა ქონია ჩვენ წარსულშიც და რაღაც პერიოდში კარგი თანამშრომლობის მაგალითები ეს იყო არალეგიტიმაციის საკითხი ივანიშვილის რეჟიმის არ თანამშრომლობა მასთან და ამის შედეგია ყველაფერი ის მოკლედ მე რომ მას ხელს არავინ ართმევს და არის რთულ მდგომარეობაში ქონია თუ არა წარუმატებელი მაგალითები ქონია ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მე უბრალოდ ჯერა რომ მას შემდეგ რაც განსაკუთრებით საერთოდ სხვა ამ ადამიანმა და ადამიანთა ჯგუფმა რომლებიც რუსულ რეჟიმს წარმოადგენენ რომ აქ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკური პარტია უნდა იქნეს ბოლო-ბოლო აკრძალული ამ ქვეყანაში 90 წლის გამოსვლები მრავალპარტიულობის მოთხოვნით იყო ხო მთავარი ამბავი და მე ჩატარდა 90 წლის ოქტომბერში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ამ ქვეყანაში რომელთაც დემოკრატიულმა ძალებმა რუსული რეჟიმი გააგდეს იქ ვაბრუნებს ივანიშვილი 90 წლის ოქტომბერში კი არა 90 წლის მარტში და გვეუბნება რომ მე ერთპარტიულ არჩევნებს ჩავატარებ 10 წელი ამ ქვეყანაში ამიტომ ამის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად არ დარჩა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ამ ქვეყანაში, ვინც სისხლის სამართლის რაღაცა დამნაშავედ არ გამოაცხადა რეჟიმმა. ებრძვის არასამთავრობო სექტორს, ებრძვის თქვენ მედიას, რა ვიცი, ებრძვის ყველა აქტიურ ადამიანს განსხვავებულად მოაზროვნეს. ამ დროს ფიქრობ, რომ მეტი რაღაცა გონიერება მართებს ყველას და ამას არათუ ისე ვამბობ რომ მართებს და ამისკენ უნდა წავიდეთ. მე მგონია რომ მივდივართ ყოველდღიურ რეჟიმში მიდის ამისთვის მუშაობა რომ ჩვენ მართლა რეალურად შევძროთ იმ ტიპის თანხმობის მიღწევას სადაც ყველანი ერთად ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ. კი ბატონო. ბოლოს კითხავთ პარტიების აკრძალვა ახსენეთ. შეხვედრები არის და იმედია რომ მალე იქნება. კი ბატონო, პარტიების აკრძალვა ახსენეთ. ჩვენ ხედავთ რომ ორი პარტია ერთის მხრივ ლელო და დღეს ასევე ცნობილი გახდა რომ ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო დავას იწყებს ქართული ოცნების აი ამ გეგმის წინააღმდეგ თქვენ როგორ ხედავთ თქვენს როლს აი ამ პროცესში როცა სარჩელის განხილვა დაიწყება ჩვენ ერთადერთი რაც ვიცით ახლა ნიკა გვარამიას პოზიციაა რომ ის ჩაერთვება ამ პროცესში თუ კი ამის საშუალება მას ექნება კი არ ვიცი ამდენად მისცემს რეჟიმი მას ამის საშუალებას თუმცა პარტია ბუნებრივია მათ შორის საკონსტიტუციო სამართლოში უკაცრავად სამართლებრივ დავას აწარმოებს დანარჩენი შედეგები ალბათ მალე გამოჩნდება. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ უბრალოდ დარწმუნებული ვარო ეს არაფერ შეცვლის და რეჟიმი მაინც მიიღებს ჩვენი პარტიის გაუქმების გადაწყვეტილებას, თუმცა ეს ინსტანციას გასავლელი არის რაღაცა შემდგომი ინსტანციებისთვის. დანარჩენი ვნახოთ. რეალურად საჯარო რეესტრში იქნება თუ არა ჩვენი პარტია რეგისტრირებული, ეს ჩვენს ბრძოლაში არაფერს სulis. ჩვენ ვიცით რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები და ჩვენ პარტია კიდე იმისთვის სჭირდება რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა საჯარო რეესტრში არარეგისტრირებული პარტიის სახელითაც ჩვენ ბუნებრივია ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის შიგნით გავაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მაგრამ ერთს ვიტყვი ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეგ არაფერი არ არის ეგ არის უმძიმესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიაში პოლიტიკური პარტიები არ უქმდება და ეს ნიშნავს რომ დემოკრატიის საბოლოო დასამარებას აპირებს ივანიშვილი ამ ქვეყანაში და დიქტატურის აშენებას. ამის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი.